2020 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 39. ნახატზე გამოსახულ სქემაში დენის წყაროში დენის ძალაა I, წყაროში გაწინაღობა R უდრის 0.5 R-ს და პირველი შემთხვევაში გვეკითხებიან გარეწედის წინაღობას. ხო, მოდით შემოვიტანოთ შემდეგი აღნიშნები, ეს იყოს აწერტილი, ეს B, C და D. და პირველ შემთხვევაში რა გვექნება ახლა? პირველ შემთხვევაში R1 R2 და R3 რადგანაც პარალელური შეერთება არის, ამიტომ პარალელური შეერთებისთვის ერთი შეფარდებული წინაღობასთან AB წერტილებში ტოლი იქნება ერთი შეფარდებული R1-თან, ერთი შეფარდებული R2-თან, პლუს ერთი შეფარდებული R3-თან. ამ შემთხვევაში ვიყენებთ იმ ფაქტს, რომ პარალელურად შეერთებული მომხმარებლების წინაღობათა შებრუნებული სიდიდეების ჟამი წრედის სრული წინაღობის შებრუნებული სტოლი არის. ამიტომ ეხლა მნიშვნელობების ჩასმით გამოგვივა, რომ ერთი შეფარდებული 2 R-თან პლუს R2 არის ერთი შეფარდებული 3 R-თან პლუს ერთი შეფარდებული 6 R-თან, საიდანაც მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 6-ერი იქნება საერთო 3-ს პლუს 2-ს პლუს 1, ეს გამოგვივა 6 შეფარდებული 6 R-თან, საიდანაც გამოდის, რომ ერთი შეფარდებული წინაღობასთან AB წერტილებში ტოლი ყოფილა, ეს 6 და 6 გაბათილდება, ერთი შეფარდებული R-ის ტოლია, აქედან AB წერტილებში ტოლი გამოდის R-ის. ხო, ეხლა R4-იც და R5-იც ასევე პარალელურად შეერთებული, ამიტომ R CD წერტილებში ერთი შეფარდებული R CD წერტილში ანალოგიურად გავუკეთოთ, ტოლი იქნება 1 R4-თან პლუს 1 R5-თან, ტოლი იქნება ერთი შეფარდებული R-თან პლუს ერთი შეფარდებული R-თან, რადგანაც R4-ის და R5-ის ერთმანეთის ტოლი არის და R-ის ტოლია, ეს ტოლი გამოგვივა 2 შეფარდებული R-თან, საიდანაც R CD წერტილებში ტოლი გამოდის R9-ის. ხო, ეხლა გარე წრედის სრული წინაღობისთვის კი მივიღებთ, რომ R გარე ტოლი არის R AB-ს პლუს R CD წერტილში, ეს კი ტოლი იქნება R-ს პლუს R9, რაც თავის მხრივ ტოლი არის 3/2 R-ის. ანუ პირველ შემთხვევაში პასუხი გამოგვივიდა, რომ R გარე უდრის 3/2 R-ს და ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორეში ძაბვა მეოთხე რეზისტორში. ხო, ახლა რადგანაც R4 და R5 ერთმანეთის ტოლი არის, დენის ძალა C წერტილში გაიყოფოდა ზუსტად ორ ნაწილად, ანუ I დენის ძალა R4-ისთვის ტოლი არის I9-ის. და თუ ჩავწერთ ახლა ჩვენ ომის კანონიდან გამომდინარე ძაბვის მნიშვნელობას, ძაბვა R4-ზე ტოლი იქნება დენის ძალის R4-ზე, ეს გამრავლებული R4-ზე. ეს ტოლი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ მნიშვნელობას, I9 გამრავლდება R4-ზე, ანუ R-ზე და მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის IR ფარდობისა 2-თან. ანუ მეორე შემთხვევისთვის პასუხი არის ძაბვა R4 მეოთხე რეზისტორზე, ტოლი არის IR-ის 9-ის. რაც შეეხება მესამეს ჩვენ გვეკითხებიან დენის ძალას პირველ რეზისტორში. ხო, მოდით ახლა ვიპოვოთ ძაბვა AB წერტილში. ძაბვა AB წერტილში ტოლი იქნება დენის ძალის და R AB უბანზე ნამრავლის, ხო? შესაბამისად, ეს ტოლი გამოგვივა I გამრავლებული R AB-ზე რამდენი მივიღეთ, AB უბანზე მივიღეთ R-ის ტოლი, ანუ ეს პირდაპირ შეგვიძლია R დავწეროთ, საიდანაც ჩვენ გამოგვივა, რომ I R1 ეს ტოლი არის ომის კანონიდან ანალოგიურად ძაბვისა AB უბანზე შეფარდებული R1-თან, ეს კი ტოლი გამოგვდის IR შეფარდებული 2-თან, რადგანაც R1 2 R-ის ტოლია და ეს კი ტოლი არის R-ების შეუკვეცება I9-ის. ანუ შეგვიძლია დავწეროთ მესამეში, რომ ძაბვა დენის
დენის ძალა, უბრალოდ დენის ძალა პირველ რეზისტორზე, ტოლი ყოფილა ინახევრის. ახლა გადავიდეთ მეოთხე ნაწილზე. მეოთხეში ჩვენ მოგითხრებიან პირველ და მეხუთე რეზისტორებში სიმძლავრეების P1-ისა და P5-ის შეფარდებას. ხო, ეხლა P მეხუთე პირველ რეზისტორზე ეს ტოლი იქნება დენის ძალის პირველ რეზისტორზე კვადრატი R 1-ზე. ეს ტოლი იქნება IR1-ზე რამდენი მივიღეთ, ნახოთ, IR1-ზე მივიღეთ, აგერ გვიწერია, ინახევრის ტოლი მივიღეთ, ინახევარი, ეს კვადრატში უნდა ვიყვანოთ, გამრავლებული R1-ზე, ანუ 2R-ზე. ეს ტოლი გამოგვდის, I კვადრატი შეფარდებული 4-ზე, გამრავლებული 2R-ზე. ესენი შეგვიკვეცა და ეს ტოლი გამოგვიდა I კვადრატ R-ის ფარდობა 2-თან. ახლა ანალოგიურად P R5-ზე ტოლი იქნება დენის ძალა მეხუთე რეზისტორზე კვადრატში R5-ის. ეს ტოლი იქნება, ეხლა დენის ძალა მეხუთე რეზისტორზე, ამის ანალოგიურად IR4-ზეც და IR5-ზეც წეღა როგორც აღვნიშნეთ, ტოლი არის ინახევრის, ანუ ანალოგიურად აქაც IR5-ისთვის კვადრატისთვის გვექნება I ნახევრის კვადრატი, გამრავლებული R5-ზე, ანუ R-ზე, ეს კი მივიღებთ I კვადრატ R-ის შეფარდება 4-თან, საიდანაც R1 შეფარდებული P R5-თან, ეს ტოლი არის R1 მივიღეთ I კვადრატი R ნახევარი, გაყოფილი I კვადრატ R მეოთხეზე, ანუ განრავლებული 4 შეფარდებული I კვადრატ R-თან. ესენი შევიკვეცა და 4-ის და 2-ის განაყოფი მოგცემს 2-ს, საიდანაც მეოთხეში ჩვენ გამოგვდის რომ P1-ის P5-თან ფარდობა ტოლი არის 2-ის და დაგვრჩა მეხუთე ტედროში დენის წყაროს დახარჯული ენერგია. ხო, ენერგიისთვის ახლა ჩვენ გვაქვს შემდეგი ფორმულა, გამოყოფილი სითბოს რაოდენობა, ან სხვანაირად ენერგია. ეს ტოლი არის ელექტრომამოძრავებელი ძალის და მუხტის ნამრავლის, საიდანაც ელექტრომამოძრავებელი ძალის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, ეს ტოლი იქნება I ჯერ R პლუს R გარეწინაღობა, დამატებული შიგაწინაღობა, გამრავლებული Q-ზე. Q კიდე დენის ძალიდან ტოლი არის IT-ზე, დენის ძალის გამოსახულებიდან, ეს კიდე უნდა გამრავლდეს IT-ზე. ეს ტოლი იქნება I კვადრატი. R-ის მნიშვნელობა, ჩვენ R-ის მნიშვნელობისთვის გვაქვს, ეს არის R გარე, რომელიც ნაპოვნი გვაქვს პირველ პონცანაში, აი ეს მნიშვნელობა შევიტანოთ, მოდით ახლა, ეს ტოლი იქნება 3/2 R-ს, დამატებული შიგაწინაღობაც პირობით მოცემული გვაქვს, რომ 0.5 R-ის ტოლია, ანუ 1/2 R დავმატოთ და გამრავლებული T-ზე. ეს კი ტოლი იქნება საბოლოოდ I კვადრატი 3/2 R პლუს 1/2 R გამოგვივა 2R-ზე, 2R. და ეს კიდე გამრავლდება T-ზე, ანუ საბოლოოდ მივიღებთ 2I კვადრატ R-T-ს მეხუთეში. ანუ მეხუთეშიც დავწეროთ საბოლოოდ პასუხი რა მივიღეთ მეხუთესთვის. ტედროში დენის წყაროს დახარჯული ენერგია ტოლი ყოფილა W 2I კვადრატ R-T-ს.